თავდაცვების საპირდაპირ ეთერშია ქრონიკა დღის ახალამბებს თამარ გოგესაშვილი გაგაცნობთ. ენერგოეფექტურობის კვირეულის ფარგლებში დღეს კინოთეატრ რუსთაველში ფრანგი რეჟისორის ლუკ ბესონის ფილმის სახლის ჩვენება გაიმართა. კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას, ასევე საზოგადოებისთვის როგორც გლობალური, ასევე ლოკალური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის შეხსენებას. ენერგოეფექტურობის ცენტრის საქართველოს დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა რუსთავი კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა და საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს სიგელი გადასცა. იყოს დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენი რუსთავისში ყოფნა არ არის შემთხვევითი, ჩვენ ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობთ ამ თემატიკაში, ვფიქრობთ უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის ინიცირებას, რომელიც მთელ ქალაქს აქტიურად პირველ რიგში შეასწავლის და მეორე ეტაპზე დაანახებს თუ რა მნიშვნელობა აქვს არსებულ შენობებში ენერგოეფექტურობის ამაღლებას და ამას ალბათ განვახორციელებთ ევროკავშირის ინოგეიტის პროექტის შენობებში ენერგოდაზოგვის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში, რომელშიც თანამშრომლობთ რუსთავის მერიას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება ზოგადად და თქვენ იცით, რომ მთელი ევროპის მასშტაბით იმართება კვირეული, რომელიც გულისხმობს სწორედ ენერგოეფექტურობის საკითხებზე მსჯელობას. მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ქალაქ რუსთავი შეუერთდა ამ კვირეულს და პრაქტიკულად იგი ამ კვირეულის საქართველოში მიმდინარე კვირეულის თანაორგანიზატორია. ჩვენი ქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ენერგოდაზოგვის პროექტები, ასევე ენერგომენეჯმენტის პროექტები, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს მომავალს უკავშირდება, უსაფრთხო გარემოს უკავშირდება და მე ძალიან მახარებს, რომ ამ შეხვედრაზე ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაინტერესებულნი და ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელობა ყველა ასეთ პროექტს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს და მხარს დაუჭერს. მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს დღეს რუსთაველი ბავშვები შეუერთდნენ. მათ ენერგოეფექტურობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს და ერთმანეთს როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ თამაშებში შეეჯიბნენ. ღონისძიებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ კვირეულში ბავშვების აქტიური ჩართვა დადებითად შეაფასეს. კითხვები იყო ელექტროენერგიაზე, ატმოსფეროს დაბინძურებაზე და ძალიან გამიხარდა, რომ ამ ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. ჩვენი მიზანია, რომ დღევანდელ თაობას ახალგაზრდებს დავანახოთ ის გლობალური პრობლემები, რომელიც წარმოიქმნა, ასე ვთქვათ, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით და რაც დღეს ხდება, ასე ვთქვათ, დედამიწაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები მომავალი თაობა მთლიანად არის მომავალი აქტიური მოსახლე ჩვენი ქვეყნის, მომავალი მმართველი, მომავალი პოლიტიკოსები, მომავალი ინჟინრები და ასე შემდეგ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, განსაკუთრებით იმ ტიპის ღონისძიებებში, რომლებიც მიზნად ისახავს უნარჩვევით ცვლილებებს მოსახლეობაში და ბავშვობის ასაკში კლასიკურ ცოდნის მიღებასთან ერთად იმ პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება, რაც მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას უწყობს ხელს, იქნება აბსოლუტურად მნიშვნელოვანი. საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა ბენზინის ღირებულება 2 ლარი და 15 თეთრიდან 2 ლარი და 25 თეთრამდე, ხოლო დიზელის 2 ლარი და 20 თეთრიდან 2 ლარი და 30 თეთრამდე მერყეობს. ბენზინგასამართ სადგურებზე აცხადებენ, რომ ფასის მატება საწვავის გაყიდვაზეც გარკვეულ გავლენას ახდენს. უკმაყოფილებას ვერ მალავენ მძღოლებით. ყველა საწვავზეა მომატებული ფასი 5 თეთრით. ეხლა მომხმარებელს რა თქმა უნდა, მომხმარებელი ყოველთვის ასე ვთქვათ, პრეტენზიულიც არის და თანაც შეშფოთებულია ფასები რო ემატება. ვის უნდა ფასების მომატება არც არავის. და ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა აისახება თვითონ რაოდენობაზეც, გაყიდვის რაოდენობაზეც რა თქმა უნდა აისახება. ბენზინი კიდე გაძურებული რო არ აქვს ახლა ხალხმა ძალაუნებურად მაინც უნდა იმოძრავოს, ხო გადაადგილება მაინც უნდათ, მაგრამ რა სიზამაბა.
დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 326 სკოლის 14000-ზე მეტი მე-12 კლასელისთვის პროტესტი დაიწყო. 2011 წლის გამოსაშვები გამოცდების გენერალური რეპეტიცია 8 საგანში ტარდება. მოსწავლეები იმ პორტატულ კომპიუტერთან მუშაობენ, რომელთა მსგავსად მაისში გამოსაშვები გამოცდებისას გამოიყენებენ. პროგრამული, ტექნიკური, უზრუნველყოფისა და ტესტური დავალებების გამოსაცდელად პროტესტი 12-დან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. საცდელი გამოცდა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის ტესტური დავალებებით რუსთავის 8 სკოლაში ჩატარდა. ჩემი აზრით იყო საშუალო დონის ტესტი იყო როგორც რთული კითხვები, ასევე მარტივი და საშუალო დონის კითხვები. ჩემი აზრით ბევრმა ადამიანმა, ბევრმა მოსწავლემ უნდა გადალახოს ბარიერი, იმიტომ რომ დაუძლეველი მგონი არ იყო. არის მარტივი კითხვები, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გადალახავს, არა მარტო მე-12 კლასელი, ცოტა დაბალი დონის ბავშვები, ასე ვთქვათ, და არის რთული კითხვებიც, სულ ტექსტი არ იცი, ისე ვერ გასცემ. ანუ ბარიერს გადალახავს ძალიან ბევრი, ჩემი აზრით, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი იყო. გავიგებთ, რის შესახებ იქნებოდა უფრო მეტად მოვემზადებით და უფრო მეტი შანსი გვექნება, რომ ცოდნას გავიღრმავოთ და ასევე ჩვენი ცოდნით შემდეგ გადავლახოთ ტესტები. ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას ამ სახელწოდების კონკურსის რეგიონალურ ტურს დღეს რუსთავის მე-18 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ქვემო ქართლის სხვადასხვა სკოლებთან ერთად კონკურსში რუსთავის მე-18, 22 და 23 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. უმცროს კლასელებს შორის კონკურსის გამარჯვებული რუსთავის 22 საჯარო სკოლა გახდა. უფროს კლასელთაგან ნახევარფინალში მე-18 საჯარო სკოლის გუნდი გადავიდა. რუსთავის 23 საჯარო სკოლისთვის კი სანუგეშო ტური ჩატარდება, რის შემდეგაც გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა ეს გუნდი ნახევარფინალში გამოსვლას. ბიბლიის კონკურსი უკვე მე-3 წელია საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. ზნეობრივი ნორმები ქრისტიანობის საფუძვლებს ემყარება და როდესაც ადამიანები სწავლობენ წმინდა წერილს, უფრო კარგად ეცნობიან ამ საფუძვლებს. ამავე დროს ცოდნის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, ეკლესია მიესალმება ასეთ კონკურსებს. ბევრის მომცემი არის, თვითონ ბავშვები ძალიან მომზადებულნი არიან, ეს მათი სურვილით არის, მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკის, მათ შორის მაღალი კლასების ბავშვებიც, ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება არის და ჩვენ შედეგსაც ვხედავთ. მთელი საქართველოა ჩართული ამ კონკურსში, დაახლოებით 400 სკოლა არის. ეხლა ჩვენ ამ ეტაპზე ვაქვს რეგიონალური ეტაპი. რეგიონის გამარჯვებულს ვავლენ და ეს რეგიონი ქვემო ქართლი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, 3 წლის განმავლობაში მე-3 წელი ვტარებ და ამ 3 წლის განმავლობაში არათუ თქვა უფრო დაეცა აქტიური არაფერი იქით ყოველწელს იმატებს და ჩვენ გვიხარია ამ რეგიონში რომ ესეთი ხალისი არის ამ კონკურსის მიმართ და ესეთი მიდგომები არის და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ რა თქმა უნდა რუსთავშიც და ქვემო ქართლშიც ანალოგიური კონკურსების ტარებას და წარმოდებს უსურვებ ჩვენ რეგიონს. ავთენტური ქართული ხალხური სიმღერების კონცერტი გაიმართა დღეს ფოლკლორის სკოლაში. ეს გიორგი ჯანელიძის ანსამბლ ვაჟების პირველი სოლო კონცერტია. ღონისძიება ფესტივალ ალპებიდან კავკასიონამდე ფარგლებში ჩატარდა. ანსამბლი 3 წელი არსებობს და ქართული ხალხური სიმღერების ტრადიციული შესრულებით გამოირჩევა. დღეს მათ ძირითადად დასავლური კუთხის სიმღერები შეასრულეს. ჯანელიძის ვაჟებს სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილიც უსმენდა. მე ვფიქრობ, რომ ის რომ რუსთავში არსებობს ფოლკლორის სკოლა, ეს არის ძალიან საამაყო. არა მარტო ჩემთვის, არამედ თვითონ რუსთაველებისთვისაც, იმიტომ რომ აქ კეთდება მართლა ძალიან დიდი საქმე. ბევრმა შეიძლება არ იცის აქ რა საქმეები კეთდება, მაგრამ ვინცაც ჯერა ჩემი, ყველას მინდა უთხრა, რომ აქ კეთდება ძალიან დიდი საქმეები, იმიტომ რომ აქ იზრდება მომავალი თაობა, რომელსაც ეყვარება ქართული სიმღერა და ეს ის თაობაა, რომელიც შემდეგ აი ამ საგანძურს გადაცემს თავის შთამომავლეს და აი ყველაფერი აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მართლა უნიკალური ჩვენი ხალხური შემოქმედება, რომელიცაც ვამაყობთ თელ სოფლიოში და ამიტომ აი ასეთი ადამიანების დახმარებით ეს ყველაფერი ჩვენ თაობებს დარჩება და ისინიც იამაყებენ. დღესდღეობით ვეწევით აუცილებლად რომ ვიტყვიან ნაყოფიერ მუშაობას დღევანდელი სოლო კონცერტის მაგის მაგალითი იყო რომ პროპაგანდას ვეწევით ქართული ფოლკლორის გავრცელებას, ტრადიციული სიმღერის ღერას და მეგონი დღეს შედგა კონცერტი და ჩავატარეთ. ეს ვაჟთა ანსამბლი რუსთავში არის პირველი ტრადიციული შემსრულებლო სიმღერის ანსამბლი, მინდა გითხრათ, ბავშვები, რომლებიც მღერიან ეგრეთ წოდებულ ნამდვილ ხალხურ, ავთენტურ ხალხურ კილოებზე
ასე ვთქვათ, საუკუნეების წინ შექმნილ სიმღერებს. მე მინდა გიორგი ჯანელიძეს მიულოცო დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გიორგი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი გიორგი ჯანელიძე და მისი ბიჭებიც თქვენ წარმოიდგინეთ უკვე ისე არიან დახვეწილები რომ პროფესიონალურად ასრულებენ უკვე ქართულ ხალხურ სიმღერებს. თბილისის აკადემიის დარბაზში დღეს საქართველოს ქალთა საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ტურის პირველ თამაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა თესეუმ ქუთაისის გუნდი 59-24 დაამარცხა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ზესტაფონმა რუსთავის გუნდის წინააღმდეგ რევანში აიღო და დამაჯერებლად 92-50 იმარჯვა. მესამე ტურის დასრულების შემდეგ ჩემპიონატს ზესტაფონი ლიდერობს. მეორეზე თესეუ, ხოლო მესამე ადგილზე რუსთავის გუნდი იმყოფება. დავიწყეთ თავიდან კარგი წინააღმდეგობა გაუწიეთ გუნდს, მაგრამ არიან ლეგიონერებით დაკომპლექტებულები. წინ ვიყავით მთელი ტაიმის, ორი ტაიმის განმავლობაში, მაგრამ ბევრი ჯარიმების და გამო დასვეს ჩვენი თავარი მოთამაშეები და ამის გამო დავმარცხდით და მწვრთნელის დავალება მოედანზე სწორად ვერ შევესრულეთ. ძალიან გულდასაწყვეტი არის ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა შეკრებილი გუნდი ვართ და იმედი ეს ყველაფერი გამოსწორდება და წინ წავალთ და ვიბრძოლებთ წინსვლისთვის. მოველოდით რომ იქნებოდა ძალიან ძნელი ეს თამაში, იმიტომ რომ წინაზე ჩვენ წავაგეთ, გახსოვთ და ძალიან დაძაბული თამაში იყო და გავიმარჯვეთ. ძალიან ნერვიულობდით თამაშის წინ, იმიტომ რომ წინა თამაში წაგებული მქონდა რუსთავის გუნდთან. ცოტა რაღაც გეგმებით შევცვალეთ თამაშის მიმართ, მაგრამ გოგოებმა ყველაფერი და შეასრულეს დავალება ძალიან კარგად და ძალიან დიდი მადლობას ვუხდით მთელ მოთამაშეებს, მთელ გუნდს, ძირითადად აი ჩვენ ლეგიონერებს, იმიტომ რომ ძალიან იბრძოდნენ მონდომებით და ამიტომ ძალიან კმაყოფილები ვარ და ძალიან გახარებულები. გაგაცნობთ სააქციო საზოგადოება რუსთავგაზის განცხადებას გასადენების რეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ამ წლის 14 აპრილს დილის 10 საათიდან გაზით მომარაგება შეუწყდებათ შემდეგ მისამართებზე მცხოვრებ აბონენტებს. მაიაკოვსკის ქუჩა ნომერი 3, 5, 7, 9, ბათუმის ქუჩა ნომერი 22, 24, 28, 30, ქაშაკაშვილის ქუჩის კერძო სახლებს და 18 ნომერ სახლს. ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება 16 აპრილიდან. სააქციო საზოგადოება რუსთავგაზის ადმინისტრაცია. როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში, ამინდის პროგნოზიდან შეიტყობთ. ასეთი იყო დღის სიახლეები, ქრონიკა დასრულდა, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.